მოკლედ, API გვაქვს, რომელიც მუშაობს, აგენერირებს პრომპტებს, გვაქვს endpoint-ი, რომელიც საშუალებითაც ჩვენ პრომპტები შეგვიძლია წამოვიღოთ, მაგრამ ეს ყველაფერი არიცის ახალმა მომხმარებელმა. ანუ როგორ გამოიყენოს ჩვენი API. ამისთვის გვჭირდება ჩვენი API-ის დოკუმენტაცია. ამ მომენტისთვის, როდესაც ბრაუზერში მივაკითხავთ ჩვენს API-ს, აი ესეთნაირად გამოიყურება. Laravel-ის ვერსია და მორჩა. ანუ ჩვენ გვჭირდება რაღაცა დოკუმენტაცია, რომელიც user-ს მიცემს ინფორმაციას, როგორ უნდა გამოიყენოს ჩვენი API. ამისათვის ჩვენ უნდა დავაყენოთ შემდეგი package პროექტში. მოდი ახლა გავხსნათ ტერმინალი. დავაკლიეროთ ყველაფერი და გავუშვათ შემდეგი ბრძანება. Composer require ddoc/scramble. ddoc scramble არის package, რომელიც ამატებს API დოკუმენტაციას ჩვენს პროექტში. ეხლა ნახე რა მარტივად არის საქმე. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ საერთოდ ბრაუზერში და მოვძებნოთ ddoc scramble, მაგრამ ამასობაში ეს ხო დაყენდა. ეხლა გადავიდეთ ჩვენს აპლიკაციაში და დავარეფრეშოთ. დარეფრეშება პრინციპში არაფერს არ აკეთებს, ჩვენ გვჭირდება docs/API. აი ამ URL-ზე მიკითხვა. და ავტომატურად მას შემდეგ, რაც ჩვენ დავაყენეთ ddoc scramble, გვაქვს შემდეგი შედეგი. ანუ გვაქვს შემდეგი API endpoint-ები, home-ი, რომელიც უბრალოდ რაღაცა user-ის შესახებ ინფორმაციას აბრუნებს, email verification, notification, controller-ის ქვეშ გვაქვს ეს. მოკლედ, ყველა endpoint-ი არის აქ. საინტერესო არის image generation. გვაქვს generate an image from an uploaded, generated prompt from an uploaded image. ეს არის, სადაც ჩვენ სურათი უნდა ავირჩიოთ და რას აბრუნებს, ამასაც გვაჩვენებს response-ის მაგალითი. ასევე get all image generations, გვაქვს აქ response-ის მაგალითი, რა ტიპის response აბრუნებს ეს. კარგი, მოდი ახლა გავგზავნოთ API request-ი აი ამ interface-ის გამოყენებით. ამისთვის გადავიდეთ authorization-ში და ამოვიღოთ აი ეს token-ი user-ისთვის. შემდეგ გადმოვიდეთ interface-ში, docs/API URL-ზე და send API request დავაწვეთ. უბრალოდ აქ ჩვენ authorization header-ის ინფორმაცია გვაქვს, მისაცემი overview-ში არის მე მგონი. ხო, აქ პრინციპში არსად არ გვიწერია ავტორიზაციის შესახებ ინფორმაცია, როგორ უნდა გადავაწყვეტ. იმისთვის, რომ ავტორიზაციის ნაწილი ჩავაშენოთ API-ში, ისე რომ მომხმარებლებმა შეძლონ პირდაპირ აი ამ ინტერფეისიდან request-ების გაკეთება ჩვენს API-ში, ამისთვის უნდა გავხსნათ app service provider-ი, რომელიც არის app providers folder-ში და აი აქ უნდა დავამატოთ scramble after open API generated, რომელსაც გადაეცემა callback ფუნქცია და აი ამ callback ფუნქციაში შიგნით უნდა გამოვიძახოთ security schema http. აქ უნდა გადავცეთ bearer-ი და მეორე არგუმენტად უნდა გადავცეთ bearer auth. ეხლა ეს დავასეივოთ. უფრო სწორად, აი აქ ერთი რაღაც გამომრჩა open API instance-ზე. open API instance-ზე უნდა გამოვიძახოთ secure მეთოდი. და იმ secure მეთოდში შიგნით გადავცეთ secure schema http bearer auth. Okay? აქ ერთი მძიმე გვაკლია, ეს დავასეივოთ. ეხლა ეს მოგცემს შემდეგ რაღაცას. როდესაც ბრაუზერს გავხსნით და დავარეფრეშებთ, აი აქ ავტორიზაციის სექცია გამოჩნდება თავისი token-ით, რომელიც როგორც bearer token-ი ისე წაყვება. ეხლა გადავიდეთ login-ში და გავაგზავნოთ login-ის request-ი, რომელსაც token-ის გაყოლება არ ჭირდება. ჩვენს users ქვია john@example.com, უბრალოდ კი არ ქვია email-ი აქვს და პაროლი არის 1-დან 8-მდე. Send API request, მივიღეთ response-ი, ეს არის token-ი, რომელიც API-მ დააბრუნა.
Okay, ეხლა ავიღოთ tokeni, გადავიდეთ generate a prompt from uploaded image. ეს tokeni ჩავსვათ აქ და აქ უნდა ავირჩიოთ სურათი. Okay, picture-ებში გადავიდეთ და მოდი რამე სხვა სურათს ავირჩევ ეხლა. რამე საინტერესო. არაფერი ისეთი არა მაქვს საინტერესო. კაი, მოდი აი ეს ჩემი ძაღლის სურათი მივცეთ. და გავაგზავნოთ send API request. ეს რა თქმა უნდა ფიქრობს, დრო ჯირდება. ნახოთ ახლა response-ს მივიღებთ. Okay, response-ი მივიღეთ 201 created. აი ეს არის ჩვენი prompt-ი. და პირდაპირ aspect ratio-ს აქვე არის გაწერილი, საინტერესოა. ახალი ფაილი გავხსნა. არ ქორსო. Okay, მოკლედ prompt-ი მივიღე, აგერ დაბლა ჩავსვავ და შეგვიძლია შევხვდეთ create an image of a small fluffy white dog with a playful expression. Seated on a dark grey suede couch, the dog has a well-groomed coat with long soft fur. მოკლედ, აი აქ არის სრული აღწერა, სრული prompt-ი, რომელიც დააგენერია OpenAI-ს API. შვენიერია. ანუ როგორც API გვაქვს მზად, ისევე გვაქვს API-ს დოკუმენტაცია.